სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტმასის ბოთლების გამოყენების რეგულირების საკითხზე ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილეებმა მეწარმეებს დაგეგმილი ცვლილებები გააცნეს. განიხილეს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს სასმლის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის შეზღუდვას საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგულაციის ეტაპობრივად ამოქმედების ვადებს, რათა სექტორს ჰქონდეს საკმარისი დრო ახალ წესებთან ადაპტაციისთვის. გარემოს დაცვის სამინისტრო აგრძელებს თავის დაწყებულ რეფორმას, რომელიც გულისხმობს სუსტად შემხებლობაში პლასტიკის შემცირებას, მის პრევენციას. დღეს საუბარი იყო პლასტიკის ბოთლებზე, სადაც განთავსებული არის სასმელი წყალი და ასევე გამაგრებელი სასმელები. უნდა დავიწყოთ მისი რეგულაცია, იცით რომ სახელმწიფო სექტორში ეს მის შესყიდვა აიგზავნება. შემდგომი ეტაპი გვინდა რომ იყოს რესტორნების და კვების ობიექტების ქსელი, მაგრამ მას ვათანხმეთ ბიზნესთან. ჩვენ გვინდა რომ ნებისმიერი ნაბიჯი შეთანხმებული იყოს ბიზნესთან. ჩვენ მივდივართ ნაბიჯ ამ გზით და ყველა საკითხი შეთანხმდება კერძო სექტორთან. შემდგომში მოხდება მისი აღსრულება. ვთანხმდებით თავარზე, რომ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციით, მათ შორის კვლევები და ასე შემდეგ მოხდეს ნაბიჯ სვლა ამ საერთო მიზნამდე. რატო? იმიტომ რომ მივახციოთ ამ მიზანს და საბოლოო ჯამში უარი თქვათ პლასტიკზე, ან იმ ფორმით თქვათ უარი რა ფორმითაც ჩვენ იმ მომენტში გვექნება შესაძლებელი რომ ეს განვახორციელოთ და მეორეს მხრივ ეს ნაკლებად აისახოს როგორც ბიზნესზე, ასევე საბოლოო მოხმარებელზეც. ამიტომ უნდა მოხდეს დაბალანსებულად ყველა ძირითადი ჩართული მხარის მოსაზრების გათვალისწინებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ მზათა ვართ ბიზნეს ასოციაცია ამაში ძალიან აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილები.